საღამოშიდობისა ლოტოს მოყვარულნო, სრულიად მართლმადიდებულ სამყაროს ულოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს ვიზაჟის თაკოს ულოცავთ დაბადების დღეს, თაკო ამამ სულ კარგად და ჯანმრთელად იყავი და YouTube-ის მოყვარულებო, გილოცავთ YouTube დღეს 20 წლის გახდა და აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით დავიწყოთ მეგობრებო, რა უნდა დავიწყოთ? ლოტო 535 ოქროს ბურთის რიგით 2319 ტირაჟი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლოტარიის ონლაინ პლატფორმაზე გადის ყოველ საღამოს 19 საათსა და 45 წუთზე და ავწდი 100.000 ლარს, თქვენი ჯეკპოტი 100.000 ლარზე მეტია და 37.000 ლარზე მეტი გვაქვს თქვენთვის მეორე კატეგორია. ნახოთ აბა შაბათის საღამოა, რა მოხდება დღეს? 3, 2, 1 დავიწყეთ. დიახ, შაბათს ანანო გეგულებოდათ და მოგეგულეთ მე. მეცაც გეტყვით, ხვალაც მე ვიქნები და კიდევ რამოდენიმე ხანი ჩემთან მოგიწევთ, ასე რომ ვთქვათ, ჩემთან ერთად თვალის დევნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა რიცხვები შემოხაზეთ თქვენ და რა ბურთებს ჩამოყრის ლოტოტრონი. პირველი ბურთი უკვე ჩამოვიდა და იგი არის 4-იანი. 4-იან მას თქვა დღეს თქვენთან ვიქნები 2319 ტირაჟშიო და კი ბატონო, დავუთმოთ 4-იანს გზა მეორე ბურთმა, რაო, რა მაწერია ზედაო. 20-იანი მაწერიაო მეორე ბურთმა და 4-ის გვერდით 20-იანიც ჩამოგორდა და ნახოთ აბა მესამე ბურთი რა რიცხვიდან ციფრით იქნება შემკული. 13-ია თუ არ ვცდები, კი ბატონო, მოგორდა 13-ია მესამე ბურთი, სამი ბურთი უკვე ცნობილია, ჯერჯერობით ოქროს ბურთის გარეშე ვართ, მაგრამ აბა, ოქროს ბურთი ახლა დღეს, აბა, ოქროს ბურთი, ოქროს ბურთი. შევამჩნიეთ, ცდილობდა ოქროს ბურთი, მაგრამ ოქროს ბურთს დაუწერა 2-იანმა და ჩამოგორდა 2-იანი მეოთხე ბურთად და ახლა ველოდებით კიდევ ერთი მცდელობა ან ოქროს ბურთის, ან უკვე მეხუთე ბურთი და არის მეხუთე ბურთი და ის გახლავთ 23. 2319 ტირაჟი დავასრულეთ, საბოლოო კომბინაცია ცნობილია, გადავიმეოროთ. კი ბატონო, აბა, წავიდა. 4, 20, 13, 2, 33. 4, 20, 13, 2 და 33. სანამ შედეგები იქნება, ძვირფასო ლოტოს მოყვარულნო, საქართველოს ეროვნული ლოტარია იცით რომ ქველმოქმედებით არის დაკავებული და მომავლის გზასთან ერთად და რაგბის მხარდაჭერ კლუბთან ერთად კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს საგარეჯოში და მოდით ვნახოთ სიუჟეტი. ქალბატონო მედია, გამარჯობათ, როგორ მზადებით? დღეს საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანიის წარმომადგენლები და ასევე საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის წევრები ჩამოვიდნენ თქვენთან საგარეჯოში, რადგან გავიცნოთ თქვენი საჭიროებები და საზოგადოებასაც გავაცნოთ ისინი. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ მზადებით მარტოხელა დედა, რომელსაც ყავთ არასრულწლოვანი შვილები და ამის გამო თქვენ ვერ მუშაობთ და მოდით გვანახეთ თქვენი საცხოვრებელი პირობები და გაგვაცანით თქვენი ცხოვრება. ვარ მედია სიბაშვილი, 41 წლის, მყავს 2 მცირე წლოვანი შვილები. ნახევრად მეტად მშივრები ვართ. მე ვარ დიაბეტიანი, როგორც ასევე ვერავმუშაობ ვერსად. მე საჭიროება ყოველთვის ბავშვებისთვის უფრო ყובה და სიცივეში რო არ იყვნენ ბავშვები. და მადლობა თქვენ კომპანიას და თქვენაირ კომპანიებს, რომ გვერდში დამიდგნენ. დიახ, გახსოვდეთ ძვირფასო ლოტოს მოყვარულნო, რომ თითოეული ბილეთის არ აქვს მნიშვნელობა ლოტო იქნება ეს თუ მომენტალური ლოტარია შეძენის დროს თქვენ ავტომატურად ერთვებით ქველმოქმედებაში. ასეთი ამბავი არის ჩვენთან საქართველოს ეროვნულ ლოტარიაში და დღევანდელ ამბავზე რა ხდება? 753 გამარჯვებული მეხუთე კატეგორია და მესამეში ერთმა თქვენთაგანმა იმძლავრა შაბათ დღეს და 416 ლარი მთლიანად ჩემიაო. ასეთი ამბავი იყო დღეს. ნახოთ აბა ხვალ რა იქნება 1 ლარი და 100.000 ლარზე მეტი ჯეკპოტი გელოდებათ. ყველას მოგება.